გამშვიდობისა, პირდაპირ ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი. მე ვარ ჟურნალისტი ნინო რატიშვილი და თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემას ღამის სტუდია. დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ პოლიტიკის ანალიტიკოსი, პოლიტოლოგი ბატონი ვაჟა ბერიძე. გესალმებით ბატონო ვაჟა. და იმდენად რთული სიტუაცია სოფლიოში, რომ მოდით პირდაპირ დავიწყოთ მსჯელობა. თქვენ როგორ ხედავთ, რა ანალიზს გააკეთებთ მიმდინარე მოვლენების და ალბათ ცოტა პროგნოზირებაც, ხო იცით, ჩვენი თავით გვედარდება ამ სიტუაციაში და მართლაც არაკომფორტულ ვითარებაში ვართ, იმიტომ რომ ძალიან ახლოს ხდება ეს ყველაფერი. თქვენი აზრია საინტერესო, გისმენთ ბატონო ვაჟა. ვითარება რთულია, რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაში ჩვენ ბევრი რამის გაკეთება არ შეგვიძლია მოახდინოთ ზეგავლენა მიმდინარე მოვლენებზე, საერთაშორისო ვითარებაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის ნაბიჯები უნდა იყოს მოზომილი და აწონილ-დაწონილი, უაღრესად ფილიგრანულად გათვლილი, მიუხედავად იმისა, ვის მოგწონს ეს ხელისუფლება და ვის არა, იმიტომ რომ ამ ქვეყანას სადღეისოდ ამ წუთში, ამ მომენტში წარმოადგენს დღევანდელი ხელისუფლება და მისი გადასაწყვეტია ის ნაბიჯები, რაც უნდა გადაიდგას. აქედან გამომდინარე, რეგიონში ვითარება, რა თქმა უნდა, რთულია და არა მარტო რეგიონში, მსოფლიო მასშტაბით, ყველა კონფლიქტს აქვს ასე ვთქვათ, საშუალება, რომ გაფართოვდეს და უფრო მასშტაბური გახდეს. ჩვენ ნახეთ პირველი გავლენის მქონე პოლიტიკოსის ტრანსფორმაცია მოკლე დროში. ვის გულისხმობ? დონალდ ტრამპს გულისხმობ, რომელიც მოვიდა სხვა, ასე ვთქვათ, ლოზუნგებით, სხვა პროგრამით, სხვა მიზნებით და თანდათან ამ მიზნების მიღწევის სირთულის კვალობაზე მისმა ნაბიჯებმა განიცადა ტრანსფორმაცია. შესაბამისად, თვით ის ადამიანების კი, რომლებიც ასე ვთქვათ, კონსერვატიული შეხედულებების თავგამოდებული მომხრეები და დამცველები არიან და ამ ყველაფერს მიესალმენ და იმედით აღვისენ, ისინიც კი რამდენადმე გაუცხოვდნენ ბოლო პერიოდში თვით ორგანიზაცია უძლიერესი, რომელიც შეიქმნა ამერიკაში, MAGA, ეგრეთ წოდებული Make America Great Again, იმის ლიდერებიდან ზოგიერთები კრიტიკულად მეტყველებენ და მსჯელობენ ტრამპის ნაბიჯების თაობაზე. არა მხოლოდ პოლიტიკოსებზე დაუშვათ, არამედ მე ამ რამდენიმე დღის წინ მქონდა საუბარი ჩვენს ემიგრანტებთან, რომლებმაც მითხრეს, რომ თვითონ საზოგადოებაშიც აზრები იყოფა უკვე, ეს გულმხურვალე მხარდამჭერებიც კი უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ამის თაობაზე მოახსენებ სწორედ. შესაბამისად, ეხლა ჩვენ მიუკერძოებელმა დამკვირვებლებმა, ჟურნალისტებმა და ანალიტიკოსებმა მოქალაქეობრივად, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი შეხედულება, პოზიცია, ამას აქტიურად უწევთ, ასე ვთქვათ, პროპაგანდას და ვაწოდით საზოგადოებას იქნებ ვინმეს გამოადგეს ეს ყველაფერი. ეხლა ჩვენი ფუნქცია მაინც ის არის, რომ ცივი გონები დავწონოთ ყველაფერი და შევაფასოთ მიმდინარე ამბები ცოტა დისტანცირების შემდეგ, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში, ვთქვათ, კატასტროფამდე შეიძლება მივიდეთ და მერე გვიანი იქნება ეგ ყველაფერი. ეხლა ჩვენ მოვიდა ტრამპი, ხო, ეს ყველაფერი ტრამპის გარშემო ხდება, რაც ხდება ეხლა მსოფლიოში, მოვიდა ტრამპი, რომელსაც უნდა ნობელის პრემია მშვიდობის დამყარებისთვის, მაგრამ მოვიდა ტრამპი, მისი იდეა ფიქსი იყო ნობელის მშვიდობის პრემია, 8 ომი დაამთავრა, როგორც თვითონ ბრძანებს. და რა ომებია ეს ბატონო? მათ შორის სომხეთ-აზერბაიჯანის ომი და ასე შემდეგ, მოკლედ ეხლა არ ჩამოყვები, მაგრამ ეს სხვა რამეზე მივაქციე თქვენს ყურადღებას. 8 ომი დაამთავრა, როგორც თვითონ ბრძანებს და 2 დაიწყო. ერთი ეს არის პაკისტანის და ავღანეთის
დაპირისპირება სამხედრო და აქ თუ იმ ომებში რომლებიც დაამთავრა ტრამპის როლი გადამწყვეტი იყო მაგალითად სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაში შესაბამისად პაკისტან ავღანეთის ომის გაჩაღებაშიც არ მგონია რომ ამერიკელების ხელი არ ერიოს. აქედან გამომდინარე, ხაი ხედავთ რომ იქ ომი დაიწყო და კიდევ მეორე აი აქ თქვათ დაპირისპირება ჯერ იყო ხო ისრაელსა და ღაზის სექტორის მოსახლეობას არაბ შორის, მე ეს ყველაფერი თითქოს გააჩერა თვითონვე და უკვე თქვათ იქ გავლენიან წრეებში დასავლურში ძირითადად ეს არის ამერიკული წრეები გავლენის სფეროები და ებრაული ცენტრები გავლენის ჩათვალეს რომ ირანის დამარცხების გარეშე საბოლოო ჯამში ვერც პალესტინის პრობლემა გადაიჭერება და ვერც ისრაელის სახელმწიფოს მიზნები შესრულდება და აი ერთგული მოკავშირე ისრაელის თქვათ გამოვიდა არენაზე და ირანთან დაიწყო ომი, ხო? მაგრამ ამ ორი ომიდან 8 ომის ფონზე დაუშვათ ეს 8 ომი. ხო, ძალიან მაინტერესებს დანარჩენი 7 ომი რომელი იყო. ტრამპმა, ნუ ერთი რამ აქ ცხადია და თუმცა ამ აზერბაიჯანის სომხეთის ომის დამთავრებაშიც მას ესე რაღაცა გვერდითი მონაწილეობა უფრო აქვს, ნუ ეხლა ზანგეზურის კორიდორს მე მიმაჩნია რომ სიმბოლური, აქ უფრო ის ფაქტორმა ითამაშა გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომ პუტინს ერდოგანთან დაპირისპირება აძლევს ხელს და შესაბამისად ერდოგანთან თქვათ რაღაც ზოგადი გარიგების ფონზე მან დაუთმო აზერბაიჯანთან ურთიერთობის ინტენსიფიკაცია სირიაში სამარცხვინო მარცხის კომპენსირების მიზნით, რომ რაღაცნაირად სახე შეენარჩუნებინა. იმიტომ რომ ეხლა რუსეთს ამ რეგიონებისთვის არ ცალია, იმიტომ რომ ეს ომი გაჭიანურდა, ამ ომის დამთავრება საჭირო გულისხმობ უკრაინა-რუსეთის ომს და ამით თქვათ მოხდა ის რაც მოხდა და ამიტომ აქ მე არ მივიჩნევ რომ რამე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დასავლეთმა ევროკავშირმაც და ამერიკამაც მიუხედავად იმისა რომ სომხური ლობი უძლიერესია ამ ქვეყნებში ისე როგორც რუსეთს სხვათა შორის მაგრამ მიუხედავად ამისა ეს კი ბატონო გაჩერდა და ძალიან კარგია რომ გაჩერდა თუმცა მე როგორც მოქალაქე ჩემი ქვეყნის და დაინტერესებული პირი არ მაკმაყოფილებს და უშუალოდ გადაწყვეტის გზა ყარაბაღის სომხურ მოსახლეობასთან მიმართებაში. ყარაბაღის სომხური მოსახლეობა გაქრა არა მარტო ყარაბაღიდან, არამედ რეალობიდან და ჩვენ გვაქვს ასეთი ვითარება, რომ თითქოს არც ყოფილა ყარაბაღში გარკვეული ნაწილი მოსახლეობის სომხური, რომელიც თქვათ რუსეთის ძირითად დახმარებით იყო სომხეთის გავლენის ქვეშ არსებითად. ასეა თუ ისეა, ეგ ფაქტია, მაგრამ მეორეს მხრივ და ეს მშვიდობაც რაღაცნაირად მყიფე არ არის, არ გეჩვენებათ? მშვიდობა, რა თქმა უნდა, მყიფეა. სომხეთ-აზერბაიჯანის შორის მყიფეა, მაგრამ ძალიან ისეთი სიმყიფეს ნინო არ განაპირობებს დაუშვათ ყარაბაღის სომხების გაყვანა აქტიური ველიდან. ამას განაპირობებს გეოპოლიტიკის კონტექსტი და რა თქმა უნდა გადაიხედება ბევრი რამ და მიუხედავად იმისა რომ სწორი ის აქვს მიდგომა სამხრეთ კავკასიური ქვეყნების შვიდობის არეალად გამოცხადების ალიევსაც ფაშინიანსაც და ჩვენს ლიდერსაც კობახიძესაც ანუ ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ რეალურად ეს რა თქმა უნდა, აი ვატყობთ უკვე რომ ჩვენს თვალწინ ატორტმანდა ყველაფერი და როგორ დაალაგდება ეს ხვალდაზე კაცშვილმა არ იცის. მაგრამ თვითონ ზანგეზურის კორიდორიც ახლა ეს ეგ კიდე სხვა თემაა, და ძალიან კითხვის ნიშნის ქვეშ არის დღეს. კი ბატონო, მართალი ბრძანდებით, ეს ახლა ეს დავამთავროთ, რომ აი 8 ომი დაამთავრა, 2 გაჩაღდა და აქედან ერთს
აქვს მესამე მსოფლიო ომად გარდაქმნის შანსი. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს შეიძლება? ფიქრობ ასე. და რამდენია რა ჯერჯერობით ეს შანსი მცირეა, მაგრამ მხოლოდ ჯერჯერობით. იმიტომ რომ კაცშვილმა არ იცის სხვა რა ვითარება იქნება. რატომ? ამ დაპირისპირებას ისრაელ-ამერიკის შეერთებულ შტატებსა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ირანს შორის მიებმება ასე ვთქვათ მთელი მსოფლიო პერსპექტივაში გარდა ვთქვათ იქ ირანის მოკავშირე ხუსიტებისა იემენში ვთქვათ ომრუზის ყურის მოვლენები იქ ვთქვათ აი ეს ქვეყნებიც არაბული რომლებიც დაბომბა ირანმა და თითქოს და ვთქვათ სამხედრო ბაზებს დაესხათავს და რეალურად მაინც დაბომბვა ამ ქვეყნების არ არიან აქტიურები და არა პროტესტებენ ამას, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ არ ეთანხმებიან ამ საბრძოლო მოქმედებებს და ამ სტრატეგიას შეერთებული შტატების ირანში და მის გარშემო. თუმცა ირანსაც დახმარებას არ უწევენ. არ უწევენ, მაგრამ ეს არ გაწევა არის შეერაღებული ძალით და სამხედრო თვალსაზრისით და ეს ნეიტრალიტეტი ზოგჯერ მნიშვნელოვანია უფრო ვიდრე ფიზიკური დახმარება, იმიტომ რომ ირანს რეალურად შეერაღება არც იმათ არ აქვს და ირანს არსებითად ცოცხალი ძალა და მოსახლეობა და ჯარისკაცები არ უჭირს იქ 90 მილიონიანი ქვეყანა და მოსახლეობა არის ძალიან ბევრი, შეუულიათ გაწვევა და შემდეგ. ეს პრობლემა მათ არ აქვს. მაგრამ არსებითად მესამე მსოფლიო ომი რას ნიშნავს, რომ რაც ირანში ხდება, ის ყველას ეხება. დაწყებული ჩინეთიდან დამთავრებული ბრაზილიამდე. იმიტომ რომ ჩინეთს ეხება იმდენად, რამდენადაც თუ როგორ თქვენ ბრძანებთ გადაცემის დაწყებამდე საუბარში, თუ ირანული ნავთობი გააკონტროლა შეერთებულმა შტატებმა სერიოზული პრობლემა საბოლოო ჯამში შეექმნება ჩინეთის ეკონომიკას, შესაბამისად ჩინეთს. ყველაფერი რაც ხდება მათ შორის ირანში, მისი მთავარი ქვეტექსტი არის დღევანდელობის თავდაპირისპირება ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის. თუ ჩინეთმა არ ალაგმა თუ ბოდიში შტატებმა არ ალაგმა ჩინეთი იგი დამარცხებულია და ტრამპის თავის ცნობილი ფრაზა რომ America great again ეგ როგორც გამოჩნდა great again ნიშნავს რომ თქვათ დამჭირდა ვენესუელის ნავთობი შევიჭრების სპეცოპერაციას ჩავატარებ ამას წამოვიყვან თქვათ დამჭირდა ირანის ნავთობის კონტროლი დავესხმები თავს ჩემს მოკავშირე ისრაელთან ერთად და შევეცდები დავიქვემდება რომ მაგრამ ვაგლახ რომ ირანის ოპოზიციური ნაწილი საზოგადოების რომელიც არის სერიოზული და მრავალრიცხოვანი ქუჩაში არ გამოვიდა აქტიურად და თავის ხელისუფლება არ დაამხო არადა სამხედრო სახმელეთო ოპერაციის გარეშე ამის გაკეთება არავის შეუძლია მე ეჭვი მეპარება რომ ამ გზაზე ვთქვათ რამე არსებითი როლი შეასრულონ ერაყელმა ქურთებმა ან ქურთებმა თვითონ ირანში ან აზერბაიჯანელებმა ირანში ან ეს კიდე სხვა საკითხია აზერბაიჯანული მოსახლეობის სეპარატისტული ტენდენციები ირანში არ მეჩვენება სერიოზულად მართალია ინტეგრირების ხარისხი აზერბაიჯანელების ირანში არის მაღალი თვით ალი ხამენეი რომელიც მოკლეს შეტევის შედეგად მამით აზერბაიჯანელია დედით სპარსელი თვით პრეზიდენტი პეზეშკიანი არის აზერბაიჯანელი ეთნიკური წარმომავლობით შესაბამისად პარლამენტის თავმჯდომარე არის ქურთი შეიძლება ასეც არის ქურთია მე ზუსტად ვერ გეტყვით ამას და რეალურად იქ როგორი განლაგება ეთი რომ ჩავხედოთ უცბად რა რომ 50%-ზე მეტი არის ეთნიკური სპარსელი 24% 60% 65% არის 24% არის აზერბაიჯანელი 7% არის ქურთი 2003 წლის მონაცემები მახსოვს მე და მე არსებითად არ შეცვლილა იქ და
სხვა ნაკლები პროცენტული შემადგენლობა ქართველები არიან ირანში 0.01% მთელი მოსახლეობის. შესაბამისად იქ არ ამგონია მე რომ აზერბაიჯანის ფაქტორმა სერიოზული როლი შეასრულოს, მაგრამ ის რომ აი აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა იწვევს იქედან დიპლომატიურ კორპუსს, უკვე მანიშნებელია იმისა, რომ ალიევი არ იქნება შორს იმ აზრისგან, რომ რაღაც მომენტში ჩაერიოს ირანის საქმეებში და გააქტიუროს, თუ ასეთი გავლენა მას აქვს, ირანელი აზერბაიჯანელები. თუ იქ რამდენადმე ხელშესახებია მაინც სეპარატიზმი. რეალურად ვითარება ასეთია, რომ ამ პროცესზე თუ დავიწყეთ ჩვენ ამაზე მსჯელობა, რომ ყველაფერი ამ კონფლიქტზე მიმულია და მსოფლიო ომების ისტორია პირველის და მეორეს ამაზეა სწორედ რომ ძირითადი მოთამაშეები არიან, მაგრამ მე თქვათ ებმიან როგორც ევროპაში დაუშვათ რუმინელები, უნგრელები, ბულგარელები მიებნენ გერმანიის შეერაღებულ ძალებს და წამოვიდნენ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ და სხვაგანაც. ესე მიჯაჭვულია ყველაფერი ამაზე და არსებითი აქ არის, რომ შეერთებული შტატები ამას არ აღიარებს, მაგრამ მიიჩნევს, რომ ჩინეთის ეკონომიკის გაძლიერება და ის ტექნოლოგიური სასწაული, რომლის მიჯნასთან ჩინეთი დგას, მისთვის ეგზისტენციური საფრთხეა და ამ საფრთხიდან მომდინარეობს რუსეთის უეჭველი დამარცხების სურვილი. სხვა შემთხვევაში, თუ ჩინეთი და რუსეთი გააერთიანებენ ძალისხმევას, რესურსებს და შეერაღებულ ძალებს, დასავლეთი ამას ვერ მოერგება. რაც არ არის დაუშვათ ძალიან შორს და არ არის ესეთი წარმოუდგენელი. რა თქმა უნდა, მაგრამ ეს მე და თქვენ რო ვიცით, იმათაც იციან, ეს არ არის რაღაც ევრიკა აღმოჩენა. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა და ამიტომ ვამბობ, რომ აქ არის საფრთხე მსოფლიო ომის გაჩაღების, ოღონდ ეს საფრთხე არის ჯერჯერობით სადღეისოდ მცირე, მაგრამ ეს ხოლო ჯერჯერობით ხვალკაცშვილმა არ იცის რა მოხდება, იმიტომ რომ ჰუსიტები საბრძოლველად არიან განწყობილი, თქვათ არაბული ნეიტრალიტეტის ძალიან მერყევია და რაც თავარია თურქეთის პრეზიდენტის კომენტარები მაშფოთებს მე, რომელიც თავისთავად რომელიც მოკავშირეა ტრამპის აღმოსავლური პოლიტიკით ცენტრალურ აზიაში. თუმცა ისრაელის მიმართ ძალიან ისეთი მკვეთრი გამონათქვამები გვქონდა. გამონათქვამი, იმიტომ რომ ეს ისტორიული დაპირისპირება არის თურქებსა და ისრაელებს შორის, მაგრამ ეს ტრამპი ერდოგანი უცებ იქცა მთავარ მოკავშირედ ტრამპის ცენტრალური აზიისკენ მიმავალ გზაზე და ეს ტრამპის მშვიდობის მარშრუტი ამის გამო მოიფიქრეს და მაგრამ და სირიაში მან მიცა გასაკონტროლებლად იქ ერდოგანის ხალხია, ვინც ახლა დღეს არის ხელისუფლებაში სირიაში, მაგრამ ერთი პირობა ჰქონდა ამის და ეს პირობა თითქოს საჯარო არ არის, მაგრამ იქ ნავთობ საბადოებს და გაზსაბადოებს სირიაში აკონტროლებენ ამერიკის მოკავშირე ქურთები. შესაბამისად ეს ამას ხელი არ ახლო არც ახალმა ხელმძღვანელობამ, თითქოს ეს აინტერესებს მხოლოდ და ძირითადად ტრამპს სირიაში, მაგრამ მეორე მხრივ ეხლა ერდოგანი მისი მოკავშირე გახდა, ერდოგანი აზერბაიჯანი ერთად ერთიერი და ორი სახელმწიფო, იქ თურქმანული მოდგმის ხალხების კონფერენცია ჩატარდა ამას წინათ პირველი პირების დონეზე ჩვენ ვნახეთ და ფეზეშკიანიც ესწრებოდა ირანის პრეზიდენტი ამას და ეს რომ აი ჩვენ ერთად ვართ ეს დიდებულია და ეს კიდე გარკვეული თვალსაზრისით მართალია მიზერული, მაგრამ დიდი თურანის იდეის აღდგენის წინადღეა და ამ ყველაფრის ფონზე უცებ გამოდის და რადიკალურად აფასებს აქტიურობა შეერთებული შტატების ირანთან მიმართებაში უარყოფითად აფასებს ერდოგანი. ეს მასარჩეულია სხვანაირად, იმიტომ რომ აქ ბევრი რამეა და მიხედვით რომ წამოსული რაკეტები გაანეიტრალა ირანიდან, მას არ შეუძლია რომ
რამდენადმე მაინც პროამერიკული დაიჭიროს ეს მართალია სხვანაირი აქ არ არის პოლიტიკური ისლამი ისე ძლიერი როგორც ირანში და სხვა კიდევ ქვეყნებში მაგალითად ავღანეთში რომელსაც საერთოდ 4 კასტად გაყო მთელი მოსახლეობა სადაც ერთი კასტა ყველაზე აღმატებული სასულიერო პირებია ეს ამას ჩვენ ვერ ვადევნებთ თვალს იმიტომ რომ ჩვენი მედია სხვა საკითხებით არის დაკავებული ძირითადად პროპაგანდისტული ამიტომ ეს ვითარება აჩენს საფრთხეს სოფლიო ომის გაჩაღების და აქ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რასაც ვაკეთებთ 25 საუკუნეა. როდესაც დევები ერთმანეთს ეჯაჯგურებიან, ჩვენ გამობრძმეთ ნაცარქექიასავით, უნდა გავძვრეთ მათ ფეხებს შორის და ავაცილოთ დარტყმა ამ ქვეყანას, რომელიც მორიგ დარტყმას ვერ გაუძლებს ნამდვილად. ბატონო ვაჟა, მაშინ რა თქმა უნდა ხო ჩვენ გვაინტერესებს ხო ჩვენი კეთო ვიტიროთ. ასეა, რისი თქმა მინდა, ნახეთ პოზიციის დაფიქსირება საქართველოში. მე მიმაჩნია რომ აი ეს ნეიტრალური დამოკიდებულება და მიუმხრობლობა აბსოლუტურად სამხედრო და ყველანაირი დღეს საქართველოს ძალიან აწყობს ორივე მხრის მიმართ, ირანის მიმართაც და ამერიკის შეერთებული შტატების მიმართაც. თუ მაგალითად ეხა ამ გადატვირთვის ფონზე და დელეგაციების ისა რასაც ვადევნებთ ხო თვალყურს ჩასვლა შტატებში იქნებ აი საშიშროებას ქმნის თუ არა დაუშვათ ამერიკამ ჩვენი საჰაერო სივრცე მოითხოვა და თუ საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფო ამაზე დათანხმდა ჩვენ არ ვიქნებით სამიზნე ირანის მით უმეტეს აგერ დავინახეთ ხო რაც მოხდა აზერბაიჯანში რა თქმა უნდა რთული საკითხია რთული ვითარება რეალურად ეს უნდა იყოს კიდეც თუ გაგრძელდა საბრძოლო მოქმედებები ირანთან მიმართებაში ირანი და შტატები ისრაელი ასეთ საკითხის და რომ დადგება ამის ალბათობა დიდია და ისრაელის მხრიდანაც საჰაერო სივრცის რა თქმა მოთხოვნა ესე ძალიან რეალურია რამდენად საშიშია ეს ჩვენთვის დღეს ეხლა დღეს ოფიციალური მედია საშუალებები ოფიციოზი ხას უთმობდა იმას, რომ რა არასწორია თქვა გენერალი კაპანაძე, რომ თქვა, რომ აი სამიზნეები აქ რეალური არის შტატების საელჩო და ბაქო თბილისი ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზსადენის შესაბამისად, რადგან სხვადასხვა ინფორმაციით ამ ნავთობი რომელიც აქ გაედინება მესამედი დაახლოებით ისრაელისკენ მიდის და ეს აძლიერებს ამ შესაძლებლობას და ეხლა ჩვენ რა თქმა უნდა შეგვიძლია გავაკრიტიკოთ და თქვათ რომ მიუღებელია მაგრამ რეალურად და თქვათ ის ნაბიჯები შემგუებლური რაც საქართველოს ხელისუფლების პირველი პირებიდან დაფიქსირდა ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ირანთან მიმართებაში შეიძლება დაგვირგვინდა ანძის გაპერადებით, ხო? გარკვეული თვალსაზრისით შეიძლება ამ მიმართულებით შედეგიანი აღმოჩნდეს. რა თქმა უნდა, მე არ ვიცახი, რომ ეს რამდენად სწორია, რამდენად ზნეობრივია, რამდენად მისაღები, ეგ სხვა თემაა, უსიერი ტყეა, ბევრი პრობლემა ამ მიმართებით დასაზუსტებელი, მაგრამ ასეთი მიდგომაც თქواსაც აქვს თავისი ლოგიკური საფუძველი. ეს ერთი და მეორე რას გულისხმობ ლოგიკური საფუძველი როგორ მიდგომას? მე საერთოდ პოლიტიკაში არა ვარ ცალსახა გადაწყვეტილებების და მიდგომების მომხრე, იმიტომ რომ რეალობა არის წინააღმდეგობრივი, რეალობა არის მრავალასპექტიანი და ნებისმიერ ცალსახა მიდგომა ჩიხს გულისხმობს გარკვეული ნაბიჯების შემდეგ. ამიტომ მე ყოველთვის მომხრე ვარ პოლიტიკაში და დიპლომატიაში და მას თქვენთანაც მithქვამს ოტო ფონ ბისმარკის ერთი ძალიან ბრძნული გამონათქვამის რომ ყველაზე კარგი პოლიტიკა დიპლომატიაში არის მერყეობის დიპლომატია და აქ მერყეობა უპრინციპობას არ ნიშნავს არამედ ნიშნავს ბევრი თვალსაზრისის გასინჯვას და მერე გადაწყვეტილების მიღებას და ჩვენ არც ქართული სიბრძნის
გახსენება გვაწყენს ქართველი კაცი ამბობს რომ აბა ჩემო მანასეო ხან ისე და ხან ასეო მაგრამ ესეც არ ნიშნავს ქართველი კაცი რომ უპრინციპოა ჩვენ ვიცით რომ თუ როცა საჭიროა თქვა თავი შეგვიძლია დავდოთ კრწანისის ველზე იმიტომ რომ ჩვენი მეფე მშვიდობიანად გავიდეს დუშეთის ხეობისკენ და რატომ ჩამოვედით საბრძოლველად აოხრა ეს ქალაქი ამ საჭურისმა ადამიანმა და ჩვენ ეხლა რა წავიდეთ უკან არა აი დავიხოცებით იქ ვიომეთ მაგრამ რეალურად მეორეს ხრივ აი ქართველი კაცი ამას ამბობს რომ ყველა მიმართულე გაისინჯოს და ფრთხილები ვიყოთ მოძრაობაში აი ნახეთ მოგთხოვა ისრაელმა და შტატებმა საჰაერო სივრცე თუ მაგალითად აი საქართველოს პოზიცია მე მიმაჩნია მე შეიძლება ვცდები მაგრამ მე რატომღაც გონია რომ ოფიციალურმა სახელმწიფო საქართველოს ანუ ხელისუფლებამ ეს რაღაცნაირად ახსნის მეთოდით უნდა ახსნას რომ ჩვენ პატარა სახელმწიფოს ეს გვემუქრება და ჩვენ ვინარჩუნებთ ნეიტრალიტეტს თუ არა და რომელი უფრო უღირს მაშინ დაუშვათ ხელისუფლებას თუნდაც ერთი ბომბა ჩამოვარდნილი საქართველოში და ამის ფასად დაუშვათ რაღაც ურთიერთობების გადატვირთვა და საჰაერო სივრცის გახსნა შტატებისთვის და ისრაელისთვის ირანის წინააღმდეგ. აი ეს საკითხი დადგება, რამდენად აქვს აი რასაც მე ვამბობ, ამას რეალობას რამდენად შეესაბამება ეს საშიშროება. კი ბატონო, თუ ერთი შეხედვით კრიტიკული თვალით შევხედავთ მიცემა გზის ირანისკენ ნიშნავს ირანთან კონფრონტაციას კონფრონტაციას და ეს არა დღეს და ხვალ არამედ ძალიან დიდი ისტორიული ხნის განმავლობაში და როდესაც ჩვენ ირანს განვიხილავთ როგორც ასეთს როგორც მეზობელს რომელთანაც უნდა გქონდეს ურთიერთობა ჩვენ ვივიწყებთ რა არის ირანი ჩვენ მე არ ვამბობ რომ ჩვენ თქვენ თქვათ პირადად დასხვებმა არიციან ირანი რა არის მისი ისტორია მე თუ მკითხავ არც უნდა დავივიწყოთ იმიტომ რომ ძალიან დიდი ისტორიული დარტყმების ქვეშ აღმოჩენილ ვართ ხო კი ბატონო და აი როგორც მაგალითად მატიანე გვეუნება ხო ძველი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნიდან ახალი წელთაღრიცხვის მე-6-მდე მთელი აღმოსავლეთ საქართველოს ძირითადად იყო ირანის დაქვემდებარებაში და ჩვენ ირანმა მოგვცა ისეთი დიდი მეფე როგორიც იყო ვახტანგ გორგასალი და რომ ირანმა არ მოგვცა ირანმა მაგრამ იქიდან წამოსულიშტო იყო კი მაგრამ ქართული წარმომავლობის რა თქმა უნდა ქართული არსებითად და ეხლა როდესაც Facebook-ზე რომელიც უკონტროლოა მაგალითად ეხლა აი ირანელი გვიდგას მეტეხთან ხელაღმართული ერთმა დაწერა და ოპოზიციის წარმომადგენელმა და ეს უხარიათ რომ რას მიაღწიეს და ესენი ვერ ხვდებიან რომ ჩვენ ქსენოფობია ოდითგან შინაგანად არ გვახასიათებთ და ჩვენ ქართველად მიგვაჩნია ის ვინც ქართულ საქმეს გააკეთებს და ვინც დიდ საქმეს გააკეთებს და ამ თვალსაზრისით მარადიული ქართველია დიდ საქმეს ქართველები აღარ აკეთებენ ბატონობაში მაგრამ ობივატელს ურეცხავენ ტვინს ცუდად და ამის შემდეგაც ახლა მე 17-18 საუკუნეებს კიდე არ გავიხსენებ როცა ირანი ნიშნავდა ხელისუფლებს და ნუ რა ვიცი აბა თუ ის არ მიიღებდა მაჰმადიანობას არ ნიშნავდა ქართკახეთის მეფედ და მერე ვახტანგ მე-6 ჯანიშინი არ დანიშნა მეფედ იმიტომ რომ ქეთევან წამებული გავიხსენოთ ყველაფერს ქეთევან წამებელი თავისთავად აი ეს რაღაცა კულმინაცია რაღაც ეს როგორ ეომა ვახტანგი და როგორ იბრძოლა და იშრომა და იძულებული გახდა არ მიიღო ეს ისლამი და ამიტომ იძულებული გაწასულიყო ეს ერთი ფაქტორია ისტორიული მეორე ის არის რომ ჩვენ ქართველები ვართ და ცოტა სხვა სიმაღლიდან უყურებთ დასავლეთსაც და აღმოსავლეთსაც იმიტომ კი არა რომ ამის საფუძველი გვაქვს ან ეკონომიკა გვაქვს ან მეცნიერება ან საშუალება უბრალოდ იმიტომ რომ 3000 წლოვანი ცივილიზაცია ვართო და ყვილად არ უთქვია იმ ბრძენკაც რომ ამითა ენითა
ჟამსამას მეორედ მოსვლის ასაკანი კითხავს უფალი კაცობრიობას და აქ ამითა ენითაში ვეთანხმები იმას რომ არის გულწრფელი ხოლმე ენა ქართული არამედ ენა ერია ამიტომ ეს უნდა შევხედოთ ჩვენ ამას რომ აი როგორ მეორეს ხრივ რახან ჩვენ სიმაღლეზე ვართ ჩვენ არაფრით არ უნდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს გეტყვით და ამას განაპირობებს ეს რომ რა თქმა უნდა ეხლა ვინმე რო გითხრათ ჩვენ რომ თეოკრატიული რეჟიმი არის აბსოლუტურად სწორი მართებული და რახან ირანში არის ჩვენ მარადიულად უნდა მოვიაზროთ არა თეოკრატიები 21 საუკუნეში მისაღები არ არის თუმცა რელიგიის წმიდათა ადგილი და ღვთის ადგილი ჩვენს ყოფაში ყოველდღიურად უნდა იყოს, მაგრამ არა პოლიტიკურ ველზე, იმიტომ რომ პოლიტიკურ ველზე სულ ჩიხია, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ეს საკითხი გქონდა 90-იანების მეორე ნახევარში, როდესაც ლაპარაკი იყო იმაზე, რომ სახელმწიფო რელიგიად გამოგვეცხადებინა თუ არა მართლმადიდებლობა. და ამაზე იყო დიდი საუბარი, დიდი ხალხი. მე ეხაც მიმაჩნია რომ უნდა გამოცხადებინა. ჩვენ არ მივიჩნიეთ ასე და დღესაც ჯერა რომ არ მივიჩნიეთ სწორად და ეს იმას არ ნიშნავს რომ მე არა ვარ მომხრე მართლმადიდებლობის როლის გაძლიერებით, როგორც სახელმწიფო ცხოვრებაში. მართლმადიდებლობა არის ყველაზე უპირველესი რელიგია საქართველოს. საქართველოს არის მართლმადიდებლობა. აი ეს სადაო არ არის? ხო, და უბრალოდ კანონებით შეგვეძლო ამისი გამყარება, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ ხო, რომ რამდენი მუსულმანია საქართველოს, აი ძალიან ისეთი რთული თემაა და დღეს სასაუბრო ძალიან რთულია ნამდვილად. პატარა დაძაბულობა ჩვენსკენ და ხედავთ ხო, რომ კავკასიისკენ მოდის, თუნდაც ის ბახოჯეიხანის მილების დაბომბვა ისე გავრცელდა რომ სანამ კაპანაძე იტყოდა ხო სააგენტოები ამაზე წერდნენ რომ შეიძლება ასეთი რამ მოხდეს როგორ უნდა მოიქცეს საქართველოს ხელისუფლება ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ ავიცილოთ ნებისმიერი ზეწოლა საქართველოზე ბომბები, დრონები და რაკეტები და ასე შემდეგ თუ რაღაცა აი ეს ამერიკა ჩვენ სტრატეგიული მოკავშირე ვარ და რა თქმა უნდა და ისრაელსაც უნდა დაუთმოთ რა უღირს და რომელი უნდა უღირდეს საქართველოს ხელისუფლებას ამ საკითხის გადამწყვეტი მე არ გავატარებდი სამხედრო ძალას ირანისკენ არა იმიტომ რომ ირანის მომხრე ხარ, არამედ ქართველების. ამიტომ დავიწყე საუბარი წინარ. არა იმიტომ რომ მიმაჩნია რომ თეოკრატია არის ირანელი ხალხის ინტერესების მარადიული. ეს მათი პრობლემაა, ჩვენ ეს არ გინდა. მაგრამ გარკვეული დამოკიდებულება მეზობლების, მეგობრების, პარტნიორების ამ საქმეს ჭირდება, მაგრამ რეალურად მე პირადად ამ შემთხვევაში აქ პრაგმატული გადაწყვეტილებაა მისაღები, ამას არ გავაკეთებდი, მაგრამ ამავე დროს მაშინ დიდი იმედი რომ ტრამპის ამერიკა იქნება შენი პარტნიორი და სტრატეგიულ პარტნიორობას მიუბრუნდება მოლაპარაკებების მაგიდასთან და ძველი ურთიერთობები აღდგება ამას უნდა დავემშვიდობოთ იმიტომ რომ ეგ არ გამოვა და ნუ თუ ტრამპის მერე დადგა კიდე სხვა რამეა და არც ის გამოვა რომ ამ ძალიან სერიოზული გადაწყვეტილების მიღების იმაზე ვარ ზღუბრზე ხო ორი ასპექტი აქვს როგორც თქვით აქ ბევრი ასპექტი არა და ეს პოზიცია რომ საქართველოს რომ არავით არის სიმპათიები ირანის მიმართ და არავით არის ჩარეულობა საქართველოს გამოყენება ისრაელისა და ამერიკის მხრიდან არ იქნება ეს სწორი ნეიტრალური პოზიცია მიუხედავად სამხედრო აი ეს თუნდაც ის პოზიცია როგორიც უკრაინასთან ქონდა ხო ხელისუფლებას მე პირადად მომხრე ვარ იმის რომ არ მივცეთ საშუალება დასავლეთს რომლის მომხრეცა ვარ მე როგორც პარტნიორი და სულ არა ვარ ირანის მომხრე არა ვარ მომხრე მაგრამ ამ შემთხვევაში პრაგმატული თვალსაზრისით ჩვენ არ უნდა გავატაროთ თუ ესეთი თხოვნა იქნება მათი მხრიდან და ამავე დროს ჩვენ უნდა ვთქვათ რომ ირანელი ხალხი ჩვენი მეზობელია ჩვენი მეგობარია მარადიული ურთიერთობები მიუხედავად იმისა რომ ვიღაც არასერიოზული მე ვფიქრობ ესეც არ არის საჭირო რომ მარადიული მეგობრობა იმიტომ რომ ჩვენ მეზობელია სულ იცით რა არის ჩვენთვის მეგობრობა ყოველთვის სამმხრივია. რას ნიშნავს ახლა ძალიან ბევრი ტკივილი თურქეთიდან, ირანიდან, ძალიან ბევრი ტკივილი, თუ მარტო რუსული ტკივილი ახსოვთ.
მე მახსოვს მაგალითად ფერეიდანში ჩემი წინაპრებიც იყვნენ და მე ჩამოვიდნენ აქ. ანუ რისი თქმა მინდა იცით რომ ჩვენ ძალიან ისეთ სიტუაციაში ვართ, მეხსიერება გვაქვს ეს გენეტიკური მეხსიერება შენარჩუნებული ხომ? და საჭიროა ეს იმისი ბუნდრუკის აბსოლუტურად ჩემი ქვეყანა, ჩემი ხალხი, ჩემი სამშობლო მაინტერესებს. რასაც ამბობთ გეთანხმებით, სავსებით. ამავე დროს ერთი რამე უნდა თქვა, მე როგორც კი ბატონო. საპატიო ტიტულით წარმადგინეთ ანალიტიკოსის, უნდა თქვა, რომ ყველა დიდი მეზობელი იყო, არის და იქნება საფრთხე ჩვენი იდენტობისთვის და სახელმწიფოებრიობისთვის. ოღონდ ამ ჩამონათვალში, როცა ვახსენებთ თურქეთს და ირანს უეჭველია რუსეთი არ უნდა დაგვავიწყდეს, იმიტომ რომ რუსეთი უფრო დიდი საფრთხე იყო ჩვენი იდენტობისთვის და ჩვენ არაფრით არ ქონდა საშუალება რომ იმაზე მეტისთვის მიგვეღწია რუსეთის იმპერიის შემადგენლობა მართკმევინეთ თუ რა თქმა უნდა იმაზე მეტისთვის მიგვეღწია რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ვიდრე ამას მიაღწია მრავალ მილიონიანმა თათრებმა, ბაშკირებმა, უდმურტებმა, ჩეჩნებმა, ყაბარდოელებმა და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ მივაღწიეთ, იმიტომ რომ ჩვენ იმაზე უკეთესები კი არა ვართ, უფრო შეიძლება მეტი მსხვერპლი გავიგეთ და ჩვენი სახელმწიფოებრიობა შევქმნით რუსეთის იმპერიის წიაღში. ამისთვის რუსეთს ჩვენ უნდა ვუხადოთ მადლობა ყოველ მეორე დღეს. რატო? იმიტომ რომ ის რომ არ ყოფილიყო და თავი არ შეგვეფარებია მე-19 საუკუნეში რუსეთის იმპერიისთვის თავის ინტერესებიდან გამომდინარე წაგვიღო იმან, მაგრამ ჩვენ იქ რა ვქენით რომ დასავლეთ საქართველოში მე-17 მე-18 საუკუნეებში ტყვეთას ყიდვა რო იყო ეკონომიკის მთავარი დარგი ეს შეწყდა იქ რუსეთმა დაიწყო რუსიფიკაცია და თავადაზნაურობა მოიზიდა 200 გენერალი გამოსარდა თავის რიგებში თავისი ჯარებისთვის ჩვენთვის არა მაგრამ ჩვენ ხო გამოვიყენეთ ეს ყველაფერი იქ პეტერბურგში ბევრმა ისწავლა იმიტომ რომ მაშინ ყველა ვერ აღწევდა ევროპამდე ვიდრე ასე ვთქვათ არ წამოვიდა იქ სპონსორები ქართველი მილიონერები მაშინ დღეს რატო არის ნახეთ დღეს და მაგრამ რუსეთი ჩვენ უნდა მადლობებს რო არ ვეუბნებით ამიტომ ღიზიანდება მაგალითად პუტინი რომელიც იძახის ბოდიში პუტინი არა დუგინი დუგინი რომელიც ამას წინათ კბილების ხრჭალით ამბობდა რომ რა ის საქართველოს აზერბაიჯანის და სომხეთის სუვერენიტეტი უნდა გავაუქმოთ ეგენი და შევიდეთ ამ რეგიონში ის სახელწამოსაკრავი კაცი არა მაგრამ სერიოზული ლიდერია ამიტომ ჩვენ რო ვიტყვით რომ მადლობა რუსებო თქვენთან ვიმეგობრებთ რუსებო ჩვენ ბაზებს მაინც და მაინც არ ჩავაყენებთ თუ თქვენ მოგცემთ საშუალებას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ჩვენ აფხაზებს და ოსებს არ დავჩაგრავთ არასდროს და მივცემთ მას უმაღლეს სტანდარტს ავტონომიის ისეთ და იმაზე ცოტამეც ვიდრე თქვენ მიეცით ბაშკირებს, თათრებს, უდმურტებს, ჩერქეზებს, ჩეჩნებს, ყაბარდოელებს. ეგ არის ჩემი პოზიცია. კი ბატონო და თან რა არის იცით თუ გავითვალისწინებთ რომ საქართველოში დაახლოებით 500,000 მუსულმანი ცხოვრობს, ხო? თუ გავითვალისწინებთ დაახლოებით. ნუ ძალიან ბევრად ნაკლები, როგორც ნახევარი მაგის ალბათ. მაგის? ნუ კარგით იყოს 250,000, ეგეც ბევრია პატარა საქართველოსთვის და თუ გავითვალისწინებთ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ახლა ამ აღმოსავლეთში მართალია ისევ დასაცავად თუ გვექნება საქმე აი ხო იცით ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია რამდენ ხანია ვამბობ ჩვენ ისე ვიქცევით რომ ჩვენი ფეხი დაბრუნდებით მე-18 საუკუნეში და უკვე არასოდეს ხო ღმერთით შეიძლება საერთოდ უკუნში დავინთქათ არა უკუნში არ დავინთქებით მაგრამ უკან არ დაბრუნდებით იმიტომ რომ ცივილიზაციას უხანგრძლივებს ცხოვრებას არსებობას მისი თანამედროვე ხასიათი თუ ჩვენ ისევე დავრჩებით წარსულში როგორც ბევრი მოგვიწოდებს თუ ჩვენ გამოქვაბულში ვიპოვით თავშესაფარს ჩვენ გავქრებით თუ არა აი ეს რაც ახდება ის
დიდი კაცის ნათქვამი ზოსიმესი, რომ ჩვენ იმერებში ვიქნებით მეორედ მოსვლას, რომ შეხვდება და ვიქნებით მაგრად და არა გამოქვაბულში. არა, მე რისი თქმა უნდა დაიცი, რომ შეიძლება ჩვენ ისეთ ვითარებაში ჩავარდეთ აღმოსავლეთიდან, რომ აი სულ სხვა არის, როდესაც თქვენ ამბობთ, როდესაც მიდიხარ და პარიტეტულ საწყისებზე ესაუბრები რუსეთს და სულ სხვა არის, როდესაც მოკუნტული და იძულებული და უკვე რაღაცა საშინელების მოლოდინში დასახმარებლად მიდიხარ. აი ამას ვამბობ მე სხვას კი არაფერს. მაგაში გეთანხმებით, რომ უნდა გამოვიყენოთ, რა თქმა უნდა, ეს და მთავარი კიდევ ის არის, რომ პოლიტიკას შევხედოთ როგორც ძალიან რთულ მეცნიერებას. მე სულ ვიმეორებ, რომ აინშტაინმა რო თქვა უარი ისრაელის პრეზიდენტობაზე, მაშინ მან თქვა, რომ ყველაფერი ვიცი ამ ქვეყნადო და ფიზიკა, მათემატიკა, ასტრონომია, ყველაფერი, მაგრამ ისეთ ურთულეს მეცნიერებას, როგორც პოლიტიკა, ვერ გავგვი ვერაფერი ჩემგან არაფერი გამოვაო და შესაბამისად პოლიტიკაზე საყველპურო ლაპარაკს უნდა შევეშვათ. სოციალურ ქსელში პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტას უნდა შევესვათ, ტროლბოტების დაქირავებას უნდა შევეშვათ და რაც თავარია, სერიოზულად ვაკეთოთ პოლიტიკა პროფესიონალების ხელით და არა, თქვათ ახლა თქვენ შეხვალთ და ბრმანაწყლავის ოპერაციას გაუკეთეთ პაციენტს. არ ვიცი ჩვენ ეგა. თქვენ შეხვალთ და ცდას ჩაატარებთ ქიმიის ლაბორატორიაში ვერა. ამიტომ ესევეა პოლიტიკა. ესევე უფრო მეტად აინშტაინის ავტორიტეტს ამოეფარებთ. იმიტომ მოგიწვიეთ ბატონო ვაჟა, რომ გესაუბროთ. მადლობა დიდი. ჩემო კარგო, შენთან ყოველთვის, თქვენთან ყოველთვის დიდი ხალისით. არა, ხო, აფხაზეთზეც იყო საუბარი, რაღაც ერთი წუთი დაგვრჩა. რამდენად მართალია, რა დრონები, ვინ, უკრაინის მხრიდან რა ხდება, ესეც საინტერესოა. და კიდევ ყველაზე ცუდი რა არის, იცით, ყველა ავრცელებს იმ ინფორმაციას, რომელიც თვითონ აწყობს და ძალიან რთულია. მე გაერკვიო უკვე სინამდვილეში რა ხდება. ეგ კიდე სხვა უფრო დიდი პრობლემა. ეხლა მე როცა მინდა რომ გავიგო რა ხდება, ხელისუფლების საინფორმაციოსაც უსმენ, მე გადავთავ ოპოზიციის საინფორმაციო, რომ გამოიტანოთ საშუალო არითმეტიკული. მაგრამ ძალიან ცოტა ძნელი კი არის პროპაგანდისტული ნარატივის შიგნით ნახვა ჭეშმარიტების, მაგრამ სხვანაირად ვერ გაიგებ ვერაფერს და ეხლა აი გავრცელდა ინფორმაცია, დრონები შევიდა აფხაზეთში და ყოველ შემთხვევაში ჩემს აქ წამოსვლამდე ოფისიდან წამოვედი, ინფორმაცია არსად არ იყო რა დრონებია ეს და Facebook-ზე ამბობენ რომ იქ არის რუსული გემები დგას აფხაზეთში და უკრაინული დრონები დაუმიზნეს, იქ პრონაციონალი აფხაზები ამბობენ რომ ეს სადღაც საქართველოდან არის გამოშვებული და შემდეგ, მაგრამ იმედია რომ ოპოზიციური და სახელმწიფო არხები მითითებით იმის რომ ინფორმაცია საფუძველი რა არის ხო არავინ არ ამბობს ქართულ სინამდვილეში რას ეყრდნობიან და ავრცელებენ 1000-ნაირ ჭორს არა ძალიან რთული სიტუაცია ჩემთვის ძალიან რთულია ისე საფრთხილოა როგორც მე Facebook-ზე დავწერე აფხაზეთი ყოველთვის საფრთხილოა ჩვენთვის და ჩვენ აფხაზეთის ეს რთული ვითარება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთისთვის ეგრეთ წოდებულის უნდა გამოვიყენოთ საჩვენოდ ეხლა რო არის აფხაზეთის თემის ვიტყოდი ასე გააქტუალურების დრო ბოლო 35 წლის განმავლობაში ასე არ ყოფილა და ამას ჭირდება გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერები. სხვათა შორის ახლა მამოკამიყოლება არის ისე და ალბათ აფხაზეთის თაობაზე მას უფრო ისეთი საინტერესო იქნება მისი საუბარი უდაოდ. დიდი მადლობა ბატონო ვაჟა საინტერესო მსჯელობისთვის. გემშვიდობები და იმედია, როდესაც ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და ალბათ გვექნება კიდე სამსჯელო. რა ხდება მსოფლიოში და როგორ ხდება ამას საქართველოს. მადლობთ. მე ცოტა ხანში დაბრუნდები რეკლამის შემდეგ.